მე ეხა გადავწყვიტე, რომ ესე იგი დავამატო, ასე ვთქვათ, იმედი მაქვს დაემატება თქვენ მენიუშიც. მარტივად მზადდება, ძალიან გემრიელი რულეტია, ალუბლის რულეტი, უმარტივესი გაწურული არაჟნის კრემით და რაც თავარია, ზაფხულში მე მგონი ყველაზე მსუბუქია, რაც კი შეიძლება მიირთვა ბავშვებმაც და თქვენც. ძალიან კარგი. კარგი. დავიწყეთ ხო მომზადება? დავიწყეთ. პირველ რიგში უნდა ავთქვიფოთ კარგად აქ მაქვს 8 კვერცხი. დიახ. გადმოვიტანოთ 1. მოდით ერთად გავტეხოთ. თლიანი 8 კვერცხი. ისე ბავშვებს განსაკუთრებულად რა უყვართ? უყვართ ბრაუნი, იყო. ცივი ყავა, ნაყინი. ცივი ყავაც უყვართ? აბა, ბრაუნი თქვენი გადაცემა. მართლა? და მოწონთ ეს ბრაუნი? მე ძალიან ყვეყოფილი ვარ. და დავიწყოთ თქვენთან. ოდნავ შევთქვიფოთ და მერე შაქარი დავუმატოთ. ჩვეულებრივად როგორც ბისკვიტს ვაკეთებ, ის პრინციპები ოღონდ ემატება რძე, ზეთი და ცოტა ხმარი. ათქობთ მე მანამდე ავწონი შაქარს. ზუსტად ჩამიყრია თვალით. სწორად იყო. აი ნელა ჩავამატებ, ხო? აი ცოტაც კარგად ამოვიდა, რა? აქ მე მაგ მქვილი. ძალიან დიდი მქვილი. ეს არის სხვადასხვა ეხლა დავიწყე ამ მქვილის გამოყენება და მე მგონი აღარ შევცვლი. 500 გრამს ვკეთებთ. გადმოვიტანოთ. ავწონოთ. შენ მე ნელა დამიმატე და მე ხის ყოვზით ამოურევ. და 3 სუფრის ყოვზი ზეთი. ისე რომ ცოტათი სწრაფად მოვრი რომ არ ჩამიგდოს აი ამ მაინც სიმძიმე აქვს ზეთს. 2 აი როგორ გეტყობათ. ხელზეც ეტყობა ადამიანს, რომ არ ეშინია და არ ნერვიულობს და ნამდვილად გამოცდილია ამ საქმეში. დავუმატოთ 3 სუფრის ყოვზი რძე. და ვანილი. თქვენ რომელანოს მოვალთ, ისე უფრო მწარეს თუ შაქრის ვანა? შაქრის. ესეც ხო? ხო ის ცოტათი საშიშია, შეიძლება ძალიან მწარე გამოგივიდეს. აქ მაქვს საცხობის სოდა, ძალიან არ მინდა რომ ამოვიდეს. ეს. და აქ მაქვს ეს ძველი ნაცადი მეთოდია, მე მგონი ძმარი, ხო? აი დავასხათ ესე. კარგად მოვურიოთ. გამოსაცხობი ფორმა, შედარებით გრძელი ფორმაა ეს. აქ ცოტა წაусმევ ზეთს, რომელიც დაგვრჩა, აი ესე. შეგვიძლია ხელითვე კუთხეებზე ეს გადავიტანოთ. და სულ ცოტა ფქვილიც. ეხლა მოდი ეს მასა გადმომისხი შენი საყვარელი ყოვზით და მე შევეცდები რომ ჩემი ხის ყოვზით შევასწორო ზედაპირი. მე მგონი ზუსტია, ეხლა წავიღოთ ხუმელისკენ და გამოვაცხოთ 15 წუთი 200 გრადუსზე. დავაყენოთ ეს 200 გრადუსი, ეს 15 წუთი და
მგონი ძალიან კარგად გამოცხვა. აი. სანამ ეს გაგრილდება, მოვამზადოთ არაჟნის კრემი. მე ესე წურავდი აქ არაჟანს. ეს არის ძალიან მოსახერხებელი ჭურჭელი და მე მგონი საკმარისად დაიწურა. გადმოვიტან. აქ მაქვს 400 გრამი გაწურული არაჟანი. უნდა დავუმატოთ დაახლოებით 100 გრამი, 150 გრამი შაქრის ფხვნილი და ვანილი ცოტა. შევთქვიფოთ. აი, ერთად შეთქვიფე შენც. ისე კარგად გვერდებზე. ხო, ძალიან მარტივი რეცეპტია და იქნება ესეთი მსუბუქი. აქ მაქვს სილიკონის ესეთ დაფა, რომელზეც შეიძლება გადმოვიტანოთ ეს რულეტი. ეხლა გადმოვიღოთ ისე, რომ ეს გაგრილდეს, ხო? აი, გადმოვიდა. აჰა. ზედმეტი რაც აქვს, კანი მოვაცილოთ, ხო? ესე იგი, ეს ალბათ შენც იცი რატომაც ვაცილებ, იმიტომ რომ მე აღარ ინამება ბისკვიტი კარგად. კარგად დავასველოთ ეხა. აი ამ ალუბლის წვენით. გადმოვიღოთ ეს ალუბლის ჯემი. ესე იგი რულეტი არასოდეს არ მომიზადებია. რულეტი არასოდეს. კარგია. პირველიცთა და თან კარგიცთა. იმედია მოგეწონებათ და აწი მოამზადე. აუცილებლად მომამზადებ. ბავშვებსაც მოეწონებათ, იმედია. გადმოვიტანოთ არაჟანი. ესე ვკეცავ, ხო? აჰა. თხილად და აჰაეროვანია. კუთხეებში დავტოვოთ. აი ესეთ ოთხკუთხედად მინდა რომ შევავსო. ცოტა ხანი ეს უნდა გავაჩეროთ, რომ დაეწებოს. დავიტანოთ. აქ მაქვს შოკოლადი, ეს არის შოკოლადის მინანქარი, რომელიც შეგვიძლია ესევე ლამაზად დავუმატოთ. დარწმუნებული თან შოკოლადი ყველას უყვარს და შეგვიძლია ძალიან ბევრი მოვასხათ, მაგრამ მე ახლა ამდენს არ მოვასხა. თუმცა მინდა რომ ესე ზოლებად ლამაზად დააჩნდეს. თან ალუბლის და შოკოლადის კომბინაცია საერთოდ ერთ-ერთი მე მგონი ცნობილი და საყვარელი კომბინაცია. მოდი გავსინჯებ, ხო? აღარ დაველოდოთ გაციებას. და პირდაპირ გემრიელესია. ძალიან გემრიელია, მაგრამ მე მგონი მომეწფინა და მაცივარში შეგვეტახა.